რომ მოვდიოდი დღეს სევდიანი თვალებით გამომაცილა დედა შენ დილამდე არ მოხვალ ხო ეს იყო ჩემთვის ძალიან ტკივილიანი სიტყვები დამოკიდებული რო არის მშობლებზე ძალიან რთულია მარტო-დატოვება. ჩემს შვილს ქვია გიგი, 17 წლის არის. დიაგნოზი როცა დაუსვეს ჩემთვის ძალიან მძიმე იყო. მაშინ არც ვიცოდი რა იყო ეს დაავადება და რა სირთულების გადატანა მიწევდა. 7 წლის ასაკში დაუსვეს დიაგნოზი. იყო ემოციები, ტკივილიანი დღეები. მე ჩემ თავი ავიყვანე ხელში რომ უნდა ვიბრძოლო, რომ ჩემ შვილს ვჭირდებოდი როგორც ძლიერი დედა. 3 წლის უკან გავიგე დიუშენის მშობლები არსებობდნენ და იმედი ჩამესახა, რომ ბრძოლას ჰქონდა შანსი და გავიმარჯვებდით. ამას ვერ წარმოვიდგენდით თუ დღეს ჩვენ ღამის თევები მოგვიწევდა, გარეთ გამოსვლები, აქციები, იმიტომ იმდენად დამაჯერებელი იყო ჩემთვის, რომ არსებობდა წამლები. ჩვენ გქონდა საუბარი პატარა ასაკიდან და ვცდილობდი ისე ამეხსნა, რომ ბავშვისთვის არ მეჩვენებინა ეს დაავადება იყო განაჩენი. დღემდე ეგრე ვარ, ვაძლევი მიმეც და ვეპირდები, რომ ვიბრძოლებ, რომ ბავშვს ყველანაირად შეუქმნა ის კომფორტი. შეიძლება ფეხზე ვეღარ გაიაროს, მაგრამ მაქვს იმის იმედი, რომ დაავადება შეჩერდება. მისი ყოველდღიურობა არის იდილით იღვიძებს, ანუ ხელპივი დაიბას მოწესრიგდება, მე ონლაინ გაკვეთილები აქვს, ონლაინ გაკვეთილებს ესწრება, მე მეცადინეობს და ცდილობს, რომ მეტად დაიტვირთოს თავი, რომ არ იფიქროს თავის დაავადებაზე. ჩემთვის დიდი იმედი ეგ იქნება, რომ მეგობრები იქნება, ნათესავი იქნება, თუ ახლობლები, ყველა როგერში დაგვიდგეს და მოვიდნენ თუნდაც 1 საათით ამ აქციაზე და შემოგვიერთდნენ.